მადლობა მოწვევისთვის. ბატონ შალვა, ევროკომისიამ გადადო საქართველოს სტატუსის საკითხზე მსჯელობა და პირობების შესრულების ანგარიშს განიხილავს არა მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში, არამედ 2023-ში და უკვე სახელდება სავარაუდო პერიოდიც, ეს არის მომავალი წლის შემოდგომა. თავდაპირველად გითხარით, მოდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რით იხსნით ჩვენი საკითხის ერთი წლით გადავადებას, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა ვერ დაინახეს ქართული პოლიტიკური ელიტის მზადყოფნა, რაც მიეღწიათ კონსენსუსისთვის და შესაბამისად განეხორციელებინათ და შეესრულებინათ 12 პირობა. ვერ გეტყვით, ერთი რაც შეიძლება ითქვას არის პრინციპში ჩვენ რაზეც საუბრობდით, რომ ზოგადად ეს 6 თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო გარკვეულწილად. თუ კი გავითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც არის ამ რეკომენდაციებში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როდესაც საქართველოს რაღაც ამ რეკომენდაციების შეასრულებს, საჭირო არის შემდეგ თავად ევროკომისიამაც გარკვეული დრო დაუთმოს ამის გადამოწმებას და იქაც რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ თავი დაიზღვიეს და გარკვეულწილად თავადაც დრო აიღეს იმისთვის, რომ შეძლებს დაგვარად, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად განიხილონ ეს საკითხი. მე როგორც ვარავდობ, იგივე საკითხი შეეხება უკრაინას და მოლდოვასაც. იქ უფრო რთულად არის კიდე საქმე, ასე ვიტყოდი. ის ვინც იცნობს იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის მაგალითად მოლდოვის მიმართ გაცემული, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა უნდა გადაარდეს. ეს ვფიქრობ წარმოუდგენელია ამ 6 თვეში რომ მოხერხდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქით უფრო საჭირო იყო გარკვეული დამატებითი ვადები. რაც შეეხება ჩვენ გეგმები არ იცვლება. ჩვენ იცით, რომ წარმოუდგენელი გვაქვს საკმაოდ კაფიო და მკაცრი გრაფიკი, რომელიც გაწერილი არ არის, ამ გრაფიკის გაყვებით ვადები არ შეიცვლება. არა მხოლოდ თვეებით არის, არამედ თარიღებით არის გაწერილი ეს გრაფიკი, სადაც ჩაწერილი არის, როდის მოხდება ინიცირება, როდის მოხდება მესამე მოსმენით მიღება. სხვა ჩვენს ამ 12 პუნქტიდან ყველა საკითხი ჩვენი მხრიდან სრულდებოდა დეკემბერში, ორი საკითხი იყო სასამართლო რეფორმა და საარჩევნო რეფორმა, როგორც გახსოვთ ამ ჩვენს გრაფიკში, სადაც ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში ხდებოდა ინიცირება კანონპროექტის, შემდეგ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში და ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ გააგრძელებს პარლამენტი მიღებას, ამიტომ აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიაზე, რომ 6 თვის ვადაში ჩავეტიოთ, ასე ვთქვათ, იმის და მიხედვით, რამდენად სწრაფად მოამზადებს ვენეციის კომისია თავის დასკვნას, პარლამენტი რა თქმა უნდა შესაბამისად. ბატონ შალვა, აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი და ავცი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი საქართველოს ისე როგორც ვთქვათ უკრაინას და მოლდოვას გაუჩნდა უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ხო? შესაბამისად, ახლა საკითხის ერთი წლით გადავადება როგორ ცვლის მოცემულობას, ხა დღეს თუ ხვალ უკრაინაში ომი დასრულდება, ხო? შესაბამისად, აქ მთავარი შეკითხვაა ის, ხომ არ შეიძლება ამასობაში დაიხუროს ის შესაძლებლობების ფანჯარა, რაც სწორედ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით გაიხსნა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე აი ორი სახელმწიფოს. არა, პირიქით, მთავარი გადაწყვეტილება უკვე იქნა მიღებული. მთავარი გადაწყვეტილება ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც სამივე ქვეყანას მიენიჭა. ეს არის დღეს თავარი ხელმოსაკიდი მიღწევა, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს და სხვა ჩვენს არა იმდენად კანდიდატის სტატუსი, რამდენადაც სწორედ ეს ევროპული პერსპექტივა, რომელიც წარმოადგენს აღიარებას, რომ ევროკავშირი მზად არის ეს სამი წევრი მიიღოს საკუთარ რიგებში და შემდეგ უკვე ეს პროცედურები და ამ პროცედურების გავლის შემდეგ. ასე რომ ეს მთავარი მონოპოლია ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, სხვა დანარჩენს კანდიდატის სტატუსის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება, რომელიც ასევე ხანგრძლივი პროცესია, ეს არის წლების პროცესი, რაც შეეხება გაწევრიანებას და იცით რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის გაწევრიანება. დღეს ითქვა სხვათა შორის აი ეს მრავალდღიანი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ჩვენ გვესმოდა, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან მიბმული არის გარკვეული ფინანსური წახალისება, ასე ვთქვათ, ან დამატებითი ფინანსები, გახსოვთ ხომ? ამას საუბრობდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროზე თითქოს და რაღაცნაირად აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერკვევა ამ საკითხში, გახსოვთ ხომ? თითო სოფელმა 3 მილიონი დაკარგა თუ 5 მილიონი, გახსოვთ 14 მილიარდიან ბიუჯეტზე წვდომა და ასე შემდეგ. ჩვენ ვნახეთ დღეს ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ არანაირად კავშირი არ აქვს სტატუს, კანდიდატის სტატუს დამატებით ფინანსებთან და მან პირდაპირ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს დამატებით ფინანსებს. ასე რომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ესეც გავაანალიზოთ, საიდან მოდიოდა იმ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცოდნენ,
რომ ეს ესე არის და არანაირი დამატებით ფინანსებთან კავშირი ამას არ აქვს, რატომ ქონდათ ეს დეზინფორმაციული კამპანია აგორებული, რატომ და პასუხი ვიცით, ხო, გამოიწვიეთ ისტერია საზოგადოებაში, რომ ამ კანდიდატის თუმცა ბატონ შალვა, ხა კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, როცა იქნება, ხო, ხა ამ სტატუსის მიღების გარეშე და ამ პროცედურის გავლის გარეშე ვერ ვიქნებით ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დიახ, ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს, მაგრამ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ უდგებით ამას ძალიან საქმიანად და სწორედ საქმიანად რო უდგებით, ამიტომაც იყო ჩვენ საარჩევნო პროგრამაში განაცხადის გაკეთების თარიღი ასევე ჩადებული, ვინაიდან ჩვენ ვიცით პროცედურები როგორ არის და ჩვენ ვიცით რა მზაობა არის საჭირო რომელი ეტაპისთვის. და კიდევ ერთხელ კანდიდატის სტატუსსაც შეეხება გაუმეორდები უკრაინა და მოლდოვა და საქართველოც მეტნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში არის იმ კუთხით, რომ უკრაინას და მოლდოვას მართალი აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ პირობით, საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ესეც პირობით. ორივე შემთხვევაში გვაქვს პირობითობასთან საქმე. იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ამ რეკომენდაციებს და პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს, უკვე მიიღებს უპირობო კანდიდატის სტატუსს, რაც არის მთავარი ამ კუთხით იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ მოლაპარაკების დაწყებას. კი ბატონო, რაც შეეხება იმ მოცემულობას, რასაც ქვია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის ბოიკოტირება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის და მასთან ერთად რამდენიმე ოპოზიციური ძალისხმო სტრატეგია აღმაშენებლის ლელოს მხრიდან. ეხლა ამაზე პირადად თქვენც არაერთხელ გაკეთებიათ განცხადება ისე როგორც მმართველი პარტიის ცალკეულ ლიდერებს და ვიცით თქვათ რითი ხსნით რატომ იქცევიან ეს პარტიები ასე, ამიტომ ამას აღარ გკითხავთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას აპირებთ იმ შემთხვევაში და აპირებთ თუ არა პროცესი მიიყვანოთ ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიციის ეს ნაწილი ბოლომდე დარჩება საკუთარ პოზიციაზე, ანუ ბოიკოტის რეჟიმში. აი ხა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ გავიდა ხო ქართული ოცნება დოკუმენტიდან მოახდინა მისი ანულირება იმ მიზეზით, რომ არ შეუერთდა მას ნაციონალური მოძრაობა. აი ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება საზოგადოებამ ნახოს რაღაცა შუაგზაზე შეწყვეტილი პროცესი იგივე მიზეზით. ხომ, რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას თუ შევხედავთ ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არის ერთი გუნდი, მათი მხრიდან ჩვენ ვხედავთ საბოტაჟს საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ჩვეულებრივი საბოტაჟი. ბოიკოტიც არ არის, ეს საბოტაჟი, ვინაიდან ამ 12 პრიორიტეტში ერთ-ერთი განსაზღვრელი მომენტი არის ინკლუზიურობა თავად პროცესის, რომ ყველა იყოს ჩართული და იმით, რომ ისინი არ ერთვებიან ამ პროცესში, საბოტაჟს უკეთებენ ევროკავშირის თვალში ამ პროცესს, ვინაიდან შეიძლება ევროკავშირმა შეხედოს და ნახოს, რომ პროცესი არ არის ინკლუზიური და ეს გარკვეულწილად ნაკლად ჩაუთვალოს ამ პროცესს, მიუხედავად შინაარსისა ამ პროცესის. ამიტომ ეს არის ტიპიური საბოტაჟი საქართველოს ევროპული მომავლის. რაც შეეხება ჩვენს 12-ვე პირობას ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის ჩართულობით თუ მის გარეშე. 12 პუნქტიდან 6-ზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, ჩატარდა კომიტეტის სხდომები, ტარდება მოკვლევები, ჩართული არის მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია არის, რომ მაგალითად სტრატეგია აღმაშენებლიდან ნაწილი მოდის ამ შეხვედრებზე, მაგალითად ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია მოდიან შეხვედრაზე, როგორც ინდივიდუალები, თუ არ ვიცი, აღარ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკურ ჯგუფს. ხათუნა სამნიძე, რომელიც გახლავს სტრატეგია აღმაშენებლის რეფორმერების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოდის ხდომაზე, ოღონდ ვერ მოდის იმ სტატუსში, რომელიც მას აქვს. სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან ნატო ჩხეიძე გახდათ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გენდერულ საკითხებს, ასე რომ ჩანს, რომ გარკვეული გაურკვევლობა აქვს შიგნით ამ პარტიებს და ვნახოთ რა იქნება. ჩვენ 6 პუნქტზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. მომავალ კვირას გაგრძელდება ეს, მათ შორის უკვე ჩაინიშნა 19 შეიძლება გახდეს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ პროცესის ჩაგდების საბაბი და მიზეზი. აი მე ესე ვიტყოდე, გარკვეულწილად მეორდება 19 აპრილის შემდგომი მდგომარეობა, მაგრამ მაგისნით ასევე განსხვავებაც რა არის. 19 აპრილის შემდეგ მდგომარეობას თუ გავიხსენებთ, ხო, მაშინაც ქართულმა ოცნებამ და რიგმა პარტიებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას და იყვნენ რადიკალური პარტიები, 4 პარტია ოპოზიციური პარლამენტში წარმოადგენელი, რომელსაც არ მოაწერა ხელი და რაც ვხედავთ, ჩვენ ქართული ოცნება კეთილსინდისიერად ვასრულებით ამ შეთანხმებას 100 დღის განმავლობაში. მიუყვებოდით იმ პუნქტებს, რომელიც იყო, არა, მაგრამ რადიკალური ჯგუფები რას აკეთებდნენ, ისინი ერთის მხრივ საბოტაჟს უწევდნენ ამ პროცესს და მეორეს მხრივ ხედავდით, რომ მათ ჰქონდათ კვლავ მხარდაჭერა საკუთარი
შიდა თუ გარე პარტნიორების მხრიდან, რაც იყო სამწუხარო სანახავი. დღესაც იგივეს ხედავთ. ქართული ოცნება, რომელიც პატიოსნად მიყვება ამ 12 პუნქტს, ზოგადად 6 პუნქტზე უკვე შედგა სამუშაო ჯგუფები და მუშაობა დაიწყო. და ხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ამის საბოტაჟს ახდენს და ხედავთ იგივე სახეებს სამწუხაროდ მათ გარე პარტნიორებს, რომლებიც მათ ეხმარებიან. ზუსტად იმის გამო, მაგრამ სხვაობაც არის, სხვაობაც არის. 19 აპრილის, მაგრამ უკვე 19 სხვაობა რაში არის. შემდგომ პერიოდში, აი ამიტომ გიმეორებთ რამდენჯერმე შეკითხვა, სხვა შეიძლება დეკემბრის ბოლოს ქართული ოცნება გამოვიდეს და თქვას, რომ პროცესი ვერ შედგა იმის გამო, რომ აი არ შემოვიდა ამ პროცესში ოპოზიცია. ამ ორ მოვლენას შორის არის ერთი დიდი სხვაობა. 19 აპრილის შეთანხმება ის იყო შეთანხმება ქართულ პარტიებს შორის და აქ ევროკავშირი არ იყო მხარე, მან იშუანგოლა ეს შეთანხმება, რაც შეეხება ამ პროცესს და 12 პრიორიტეტს ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფოს და ევროკავშირის შორის ურთიერთობის საკითხი და იმ ვალდებულების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული და ამ პროცესში გვაქვს ზოგადად აღებული. შესაბამისად ეს გახლავთ ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ეს 12 პუნქტი და რეკომენდაცია შესრულდეს. ამიტომ ჩვენ მიუხედავთ იმისა, ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, რა დოზით ჩაერთვება, როგორ ჩაერთვება, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს 12 პრიორიტეტი და რეკომენდაცია შესრულდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. კარგი. ბატოშალვა, ოპოზიციური ძალები, აი ის ძალები, რომლებიც ახლა არ შემოდიან თქვენთან შეხვედრაზე, ერთგვარ წინაპირობას აყენებენ იმისთვის, რომ შემოგიერთდნენ და მათი ახლა წინაპირობა თქვენთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღებას მოითხოვენ ისინი, რაც ერთი შეხედვით არ არის რთული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აუხსნათ მაყურებლებს, რა პრინციპული წინააღმდეგობა გაქვთ, რომ აი ამას არ აკეთებთ, რაც თავის მხრივ მარტივად დაასრულებდა აი ამ რაღაც გამიჯვნას და გაყოფას პოლიტიკური ძალებისას და მარტივად შემოიყვანდა, ესე ვთქვათ, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციურ ძალებს. აქვე გკითხავთ ბარემ, რადგან ცნობილი ხდება, რომ ამ რაღაც პირობების შესრულების ვადები გაახანგრძლივეს ჩვენმა პარტნიორებმა, აი რას აპირებთ? ეხლა თქვენ მიბმული ქონდათ საკონსტიტუციოების მიღების საკითხი, კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხთან, ხო? შესაბამისად აგრძელებთ და ტოვებთ ძალაში ამ ორ საკითხს ერთად, თუ ხსნით უკვე დღის წესრიგიდან და რაღაც სხვა გადაწყვეტილებას შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ საკონსტიტუციოების მიღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და ბარიერს, ჩვენ იმიტომაც თქვით, რომ ეს და თქვენს აღნიშნეთ, ეს არის დამატებითი წინაპირობა ერთ-ერთი ზოგადად პროცესში ჩაერთვენ, იმიტომაც ვაცხადებ თუ არის, ვინაიდან ჩვენ არ ვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით. ეს არის ვაჭრობა საქართველოს ევროპული მომავლით, ვინაიდან ევროკავშირი გვეუბნება, რომ არის 12 თემა, რომლითაც უნდა დაკავდეს დღეს პრიორიტეტულად ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აყენებს საკონსტიტუციო ცვლილების სახეს, ვაჭრობს, რომ ამ 12 თემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვა ამ 12 თემის შესრულებაში, თუ კი მას სავაჭროდ მივცემთ დაუთმობთ რაღაცას, ასე ვთქვათ, რასაც თვითონ ითხოვენ ამ შემთხვევაში 2%-იან ბარიერს. ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა საქართველოს ევროპული მომავლით. ვინაიდან არ არის ეს 12 პუნქტის საკითხი, ამაზე უკვე ყველა არის შეთანხმებული, რომ ეს არ არის ამ 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ უნდა მოიქცეს ოპოზიცია სერიოზულად და აქ რაღაც კაპრიზებით არ იყოს საუბარი, რომ იმ შემთხვევაში იქნებიან საქართველოს ევროპული მომავლის მონაწილენი, თუ კი მათი კაპრიზები დაკმაყოფილდება და მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ულტიმატუმები და მოიქცენ სერიოზულად და ჩაერთონ ამ საკითხში. რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტები იქით გადანაშაულებენ ბატონ შალვა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი მოსმენით უკვე მიღებულია საკონსტიტუციოების პროექტი და აი მეორე მოსმენიდან არის თაროზე შემოდებული, ითვლება და რაღაცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მართლაც რაღაცას ელოდება. დიახ, ჩვენ ველოდებით და ჩვენ ეს მაშინვე განვაცხადეთ, როდესაც პირველი მოსმენით იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ მაშინვე თქვით, რომ ეს იყო კეთილი ნება, ჩვენი პირველი მოსმენა, ასევე იქნებოდა მეორე მოსმენა და მესამე მოსმენა. პირობას თქვით ჩვენ რა არის ამ ცვლილების მიღების პირობა. პირობა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა, ლანდშაფტი, პარტიები მზად არიან ამ 2%-იანი ბარიერისთვის, იმისთვის, რომ 2%-იანმა ბარიერმა მოგვიტანოს ნამდვილი პლურალიზმი და რა ის რაც მოგვიტანა 1%-იანმა ბარიერმა 2020 წელს, როდესაც სტატისტიკურად შემოვიდა 9 პარტია, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ერთი პარტია ქართული ოცნება და იქით ერთად დაჯგუფებული ნაციონალური მოძრაობის გარშემო კოალიცია. ასე რომ ეს არის საქმის საკითხის დაყენება ხდება არასწორად, თითქოს ბარიერის დაწევა ეხლა გამოიწვევს პოლარიზაციის შემცირებას. ეს არის არასწორი მიდგომა და ტყუილი არის. პირიქით უნდა დაიწევს ჯერ პოლარიზაციამ იმისთვის, რომ 2%-იანმა ბარიერმა იმუშაოს
და ის პლურალიზმი, დეპოლარიზაცია მოგვიტანოს, რასაც შეიძლება ველოდოთ რას უპირებთ ამ საკითხს? რჩება ესე მიბმული საკონსტიტუციურების მიღება, ტოვებთ ამ საკითხს მიბმულს სტატუსის მიღება არ მიღების საკითხთან? თუ რამე ახალ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ? ჩვენ ზოგადად რაც შეეხება კიდევ ერთხელ ამ ბარიერის საკითხს, იქნებოდა ახლა ამ კონტექსტში თუ სხვა კონტექსტში, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და პირველი მოსმენით ამიტომაც ვიღებთ და ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენი მზაობა, რომ ზოგადად ჩვენ ვართ მზად ბარიერის დაწერისთვის, თუმცა ჩვენ არ გვინდა ეს მხოლოდ სტატისტიკისთვის რომ იყოს ბევრი თუ რამდენიმე პარტია პარლამენტში, ჩვენ გვინდა რომ იყოს სხვადასხვა პარტია საპარლამენტო ოპოზიციას სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე შეცვლით გადაწყვეტილებას საკონსტიტუციურების მიღებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება რა კუთხით შეცვლით? ანუ ჩახსნით სტატუსის მიღება არ მიღების საკითხიდან და იქნებით მზად რომ ახლავე ზაფხულშივე მოხდეს ჩვენ რატო განვაცხადეთ რომ სტატუსთან რატო დავაკავშირეთ ეს ყველაფერი ვინაიდან თავად ეს პროცესი ამ 12 პუნქტის შესრულება ითხოვს გარკვეულ თანამშრომლობას პარტიებს შორის. იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მივიდოდით იმ ეტაპამდე რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, ეს უკვე თავისთავად იქნებოდა იმის აღნიშნული, რომ პარტიებმა შეძლეს პოლარიზაციის შემცირება, შეძლეს თანამშრომლობა, შეძლეს ერთობლივად გარკვეული შედეგის დადება ეს ერთი და მეორე თავად ეს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაც უკვე ავტომატურად შეამცირებდა პოლარიზაციას საქართველოში. სამწუხაროდ სწორედ არ მონიჭებამაც გარკვეულწილად ხედავთ რომ იყენებს ოპონენტები იყენებენ ამას. საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმებას სხვათა შორის არ ებღაუჭება და არ ახსენებს ყოველდღიურად მხოლოდ ოპოზიცია. აი კარჰარცელმაც განაცხადა დღეს რომ 19 april's შეთანხმება არის კარგი საწყისი წერტილი მხარეებმა ერთობლივი სამუშაო პროცესი დაიწყონ და თქვა ისიც რომ ევროკომისიის დასკვნაში 19 april's შეთანხმების სულისკვეთებაზე შემთხვევით არ ყოფილა საუბარი. აი როდესაც მართლაც არსებობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიღებული პოლიტიკური დოკუმენტი, ხო? ეს 19 april's შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი. და აი ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ თქვენ გსურთ პოლარიზაცია. აი თქვენთვის თვითონ მართველი გუნდისთვის არ იქნება პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი დაიწყოს რეფორმების პროცესი სწორედ ამ შეთანხმების განხორციელების პროცესით. აი ეს კიდევ ერთხელ ხდება სამწუხაროდ გარკვეული манипуляция, ხომ? როდესაც საუბრობენ და ყოველ ჯერზე ევროპელი კოლეგები საუბრობენ სულისკვეთებას, ხო? არ მხარ საუბრობთ შინაარსზე. არ ვიცი, ხო მარტივი, ასე თქვათ, ტერმინოლოგიური სხვაობა არის 19 april's შინაარსსა და 19 april's სულისკვეთებას შორის. და რანაირად ხდება, რომ ეს სულისკვეთება იმავე წამში, ნათქვამი თუნდაც ელჩის თუ სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან ეგრევე ითარგმნება შინაარსად, მე ძალიან მიგვისურვებს, რანაირად ჯდება ეს ზოგადად ასე თქვა ტერმინოლოგიურ გაგებაში. არადა სინამდვილეში ყველაფერი არის მარტივად. ის, რაც ევროკავშირმა ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი არის შინაარსი, 19 april's შინაარსი, მნიშვნელოვანია შესაძლებლად, ის სიტყვასიტყვით გადმოიტანა ამ 12 პუნქტში. რომ ჩავხედავთ, იქ ნახავთ სასამართლო რეფორმას, ნახავთ საარჩევნო რეფორმას, ნახავთ მაგალითად გენერალური პროკურორის არჩევის წესს. ესეც კი 19 april's შეთანხმებიდან სიტყვასიტყვით არ გადმოიტანა. ანუ ის, რასაც ევროკავშირი 19 april's შეთანხმებაში თვლიდა მნიშვნელოვანს ევროკავშირთან მიმართებაში, ეს გადმოიტანა. და რასაც არ თვლიდა, ის აქ არ გადმოიტანა. აი გულწრფელად მითხარით ბატონ შალვა, 19 april's შეთანხმება რომ შეესრულებინა ქართულ ოცნებას და ამ დოკუმენტის ანულირება არ მოეხდინა. ვიქნებოდით თუ არა ახლა წინ და ექნებოდა თუ არა საქართველოს სტატუსიც კი, რომელსაც აი ახლა ველოდებით და ახლა მწყებთ ნაბიჯების გადადგმას რომ კიდე უკან მიწერს დაბრუნება, მაგრამ 19 april's შეთანხმებას ამას ვამბობ, ქართული ოცნება ასრულებდა. სხვა ჩვენს თითქმის თლად მარტო არა, მაგრამ ქართული ოცნება ასრულებდა ამას. თუ გახსოვთ, პარტია ლელო პარლამენტში იმყოფებოდა ხელმომწერი 19 april's შეთანხმების საარჩევნო რეფორმას ხმა არ მისცა. არადეს მათი ვალდებულება იყო 19 april's შეთანხმება. დაარღვიეს ერთხელ. დაარღვიეს მეორეჯერ, როდესაც მამუკა ხაზარაძე მანდატი დატოვა. ესეც მთავარი პასუხისმგებლობა იყო ოპოზიციის, რომ ემუშავა პარტიაში. დაარღვიეს მეორეჯერ. ასე რომ ეს შეთანხმება ანულირებული არის არა მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. ნაციონალურ მოძრაობამ მოაწერა მას შემდეგ, რაც არ იყო ეს შეთანხმება უკვე აღარ იყო ვალიდური, იყო ანულირებული, ორ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს. დაარღვია ამითი შეთანხმება. ანუ არ არსებობს თითქმის პარტია, რომელიც ამ შეთანხმებას მიჰყვა. ამიტომ ერთადერთი, ვინც კი ამას კეთილს იმისია 19 april's შეთანხმებას ასრულებდა, იყო ქართული ოცნება, თუმცა ჩვენ როდესაც ვნახეთ, რომ 19 april's შეთანხმება იქცა რადიკალიზაციის ინსტრუმენტად, ჩვენ ყავდა ნაციონალური მოძრაობა, ანუ მთავარი
რადიკალური ჯგუფი, პოლარიზაციის მთავარი განსაზღვრელი, რომელიც ხელს არ აწერდა და პირიქით ამ შეთანხმებას იყენებდა მეტი პოლარიზაციისთვის და რადიკალიზაციისთვის, ჩვენ ეს რადიკალიზაციის საფუძველი გამოვაცალეთ, იმიტომ ანულირება მოხდა და სხვათა შორის კარგია ეს რომ მოხდა, იმიტომ ჩვენ საბოლოოში ნახეთ, რომ ტემპერატურამ პოლიტიკურამ მოხდა. ხელისუფლებაში ყველაფერს ოპოზიციას აბრალებენ, თუმცა ჩვენ უცხოური პარტნიორების მხრიდან ხედავთ, რომ კრიტიკული განცხადებები აქამდეც კეთდებოდა და ახლაც კეთდება ძირითადად სწორედ ხელისუფლების მისამართით გუშინაც ისმოდა სხვათა შორის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრიტიკული გზავნილები, რომლის ადრესატია სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება. აი რით იხსნით იმას, რომ არც ისე კარგად უყურებენ ჩვენს ხელისუფლებას დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ და ესენი არიან, რაც თავარია ის ადამიანები, ვინც ჩვენთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. რაც შეეხება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ეს ასე ნამდვილად არ არის, როდესაც საუბრობთ ევროკავშირის პარლამენტის ზოგიერთ წევრებზე, ეს არის რამდენიმე წევრი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიპატიით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან ეს არის პირდაპირ მათ შორის ამ გამონათქვამებში და არაერთხელ აღნიშნე, როდესაც საუბარია ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე როგორც ოლიგარქზე, ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ან ფაქტობრივად ამითი რას ამბობენ ეს კონკრეტული პარლამენტის ეს კონკრეტული წევრები, ისინი ამითი ამბობენ, რომ სინამდვილეში, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები კი არ არიან ხელისუფლება, არამედ ეს არის ფასადი და ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს პირდაპირ შეურაცხყოფა არის ხელისუფლების, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. და მე მიგვირს, რომ შემდეგ უკვე რეაქციები, როდესაც რა თქმა უნდა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, შეურაცხყოფით ესაუბრებიან, რომ თითქოს ჩვენ არ ვიღებთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ხა ამას რომ ქართული ხალხის სახელით ჩვენ უპასუხებთ, ეს მე მგონი არავის არ უნდა გაუკვირდეს და თავისთავად ყველაფერს თავი ეს პასუხი რა შეიძლება იყოს საინტერესოა თქვენ თვითონ ახსენეთ მე ვაპირებდი ამ საკითხზე კითხვის დასმას ოლიგარქიზაციის საკითხზე ჩვენი ცალკეული ესე ვთქვათ ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებასთან მიმართებაში მახურებლებს გავახსენებ უბრალოდ რაზეა საუბარი, მხოლოდ 2 ევროპარლამენტარის განცხადებიდან ჩავიკითხავ ამონარიც, რასაი უკნევიჩიანე თუ ქართულმა ოცნებამ ვერ გაიგო რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, მე დავეხმარები რომ მიხვდეს, ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას და კიდევ ერთი ანდრიუს კუბილიუსი ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დაატყვევებული ყავს სახელმწიფო, ასეთი პიროვნება საქართველოში ერთადერთია და ჩვენ ვიცით მისი სახელი ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მე მინდოდა მეკითხა, მოიხსნა თუ არა კითხვები იმის თაობაზე, ვის გულისხმობს ევროკომისია, როცა ქვეყანას დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდებს. რა თქმა უნდა, მოიხსნა, ვინაიდან ევროკომისიის პოზიციას წარმოადგენს ევროკომისია და წარმოადგენს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. და არა რომელიღაცა ევროპარლამენტის რომელიღაცა წევრი. ევროკომისიის პოზიცია გააჟღერა მათ შორის ელჩმა საქართველოში, რომელსაც თქმა რომ აქ არ იგულისხმებიან კონკრეტული ინდივიდები, არამედ აქ იგულისხმება სახელმწიფო სისტემის ისეთი მდგრადობა, რომელიც შეასუსტებს შესაძლებლობას, რომ იყოს ცალკეული პირების გავლენა ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. პირდაპირ თქვა ევროკავშირმა და ევროკავშირს წარმოადგენს ევროკომისია და მისი ელჩი საქართველოში მათ შორის პირდაპირ ხაზგასმით თქვა, რომ აქ არ იგულისხმებიან ინდივიდები, მიუხედავად ამ განმარტებისა, რომელიც არაერთხელ გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირს არ წარმოადგენს არც ერთი თქვენი დეპუტატი, ევროკავშირის ევროპარლამენტის მიერ თქვენს მიერ დასახელებული დეპუტატი, ევროკავშირს წარმოადგენს ის სტრუქტურები, ელჩის ჩათვლით, რომელსაც ხაზგასმით ანიშნეს, ეს არ არის ინდივიდები, მიუხედავად ამისა, ამ განმარტების საწინააღმდეგოდ კონკრეტულმა დეპუტატებმა მანიპულაციურად კვლავ გააგრძელეს ის კამპანია პროპაგანდისტული, რომელიც მიემართება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ეს არის მოცემულობა. ან კიდევ ერთხელ ის დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ოლიგარქის ქვეშ იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, ისინი მანიპულირებას არათუ მანიპულირებას, ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია, ვინაიდან ევროკავშირი ოფიციალურად აცხადებს, რომ აქ არ იგულისხმებიან ინდივიდები, აქ იგულისხმება სისტემა სახელმწიფო, რომელიც უნდა მდგრადი იყოს ასეთი რისკების წინააღმდეგ. ევროპულ სტრუქტურას წარმოადგენენ ბატონშავა ეს ადამიანები. ხო, აქამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გვესპოდა განცხადებები, რომ მოითხოვენ დაკონკრეტებას და განმარტებას ბუნდოვან ჩანაწერთან მიმართებაში, რომელიც დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. ახლა ასეთი კონკრეტიკა ისმის, ასეთი პერსონიფიცირება ისმის. ეს არის განმარტება იმ პირების სისტემური პრობლემის
კიდევ ერთხელ, ეს არის განმარტება იმ პირებისგან, რომლებიც უფლებამოსილი არ არიან განმარტება ხელისუფლება არის არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და არიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს, რაში გამოიხატება ეს გავლენები, ვერც ერთ საერთოდ და მეორე ვერ ასახელებს ვერც თეორიულად რა შეიძლება ეს იყოს ეს გავლენები. ასე რომ კიდევ ერთხელ სამწუხაროა რომ ეს პირდაპირ შტურმი, რომელიც ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რამდენიმე პარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ოფიციალურ განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით, აქ ინდივიდები არ იგულისხმებიან, მიუხედავად ამისა, ცდილობენ გადაფარონ ეს განმარტება და პირდაპირ შტურმი მიიტანონ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეთანხმებით თუ არა ხელისუფლებაში ფაქტი არის ის, რომ ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს ღიად ასახელებენ როგორც ოლიგარქს, ამას ემატება ის, რომ მისი სახელი და გვარი ამ კონტექსტში მოხსენიებულია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც და აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურად ივანიშვილის პერსონა, როგორც გახდა ცნობილი, დაკვირვების საგანი გახდა ზელენსკის მიერ შექმნილი ჯგუფის მიერაც, ხო? შესაბამისად, ჩნდება კითხვა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლებას, ხო არ უახლოვდება ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ამას ვაკვირდებით უკვე რამდენიმე პერიოდია, რომ ეს არის შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ საუბრობდით სწორედ ამას გულისხმობდით, როდესაც ვამბობდით, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ომთან საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა დეზინფორმაციით შეეხებოდა ეს თქვა სანქციების გვერდისავლას, კონტრაბანდას, ასე შემდეგ, ბევრ რამეს იმის ჩათვლით, რომ რაც ჩვენ გქონდა ახლა მთელი ტალღა დეზინფორმაციული თითქოს კანდიდატობის სტატუსი დაკავშირებული არის დამატებით ფინანსებთან, აი ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის სასწავლო სულ ეხლახანს აი პირდაპირ საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ თითქოს თითოსოფლეს 5 მილიონი დააკდა, თითქოს რაღაც 14 მილიარდი დოლარი დააკდა და პირდაპირ ატყუებდნენ საზოგადოებას ამ დეზინფორმაციული ტალღით. ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს და მის ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესში ვართ დიდი ხანია და ეს ისედაც ვიცით, რომ არის ჯგუფები, ასე ვთქვათ, რომელსაც უნდა ჯგუფი დაცვალ მოძრაობა ამ შემთხვევაში, რომელსაც უნდა დაიბრუნოს თავისი ძალაუფლება, რომელიც მას ჰქონდა და ამისთვის სამწუხარო ერთადერთი ის არის, რომ ისინი არ ერიდებიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებსაც კი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასაც კი, ოღონდაც რაიმენაირად დაიბრუნონ შანსი, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და ასე ენატრებათ, ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. ჯამში ბატონ შალვა, აი რა მოხდება და როგორ განვითარდება პროცესი, როცა მიუახლოვდებით და მიხვალთ აი ამ პუნქტთან, ხო, დეოლიგარქიზაციის შესახებ, ასე ვთქვათ, პირობასთან და მოთხოვნასთან. აი თუ არის უკვე მონახაზი, როგორც წარმოგიდგენიათ საქართველოში დეოლიგარქიზაცია და შესაბამისად ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და ხო არ გიფიქრიათ უკვე მოდელზე, რომლის გადმოტანასაც შესაძლოა კონდეს ადგილი ქართულ კანონმდებლობაში. სხვათა შორის ეს პირველ მიდგომებსაც შეეხება დღეს მოვისმენე ინიციატივა მათ შორის მოგმართა ანა დოლიძემ და დექართუიზაცია დაარქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ კომპანიაში, რომ მათ აეკრძალოთ პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. აი ესეთი მიდგომა, აი ეს არის წმინდა ფაშიზმი. მეტი არაფერი. აი ეს არის ფაშიზმი, როდესაც ადამიანებს უკრძალავ აი ეს უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცა არ მოგწონს, უკრძალავ ადამიანებს თანამდებობების დაკავებას, საკუთარი თავის განვითარებას თუ ასე შემდეგ, ხო? ასე რომ რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულებები არის მიუღებელი, რაც შეეხება თავად ამ პროცესს. ჩვენ 19 ივლისს უკვე ჩანიშნული არის შეხვედრა პარტიებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში, იმისთვის რომ განვიხილოთ ეს საკითხი. კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება ზოგადად არს, რომ ადამიანზე მორგებულ კანონებზე იყოს საუბარი. ეს იმდენად წარმოუდგენელია ევროკავშირისთვის, რომ თითოეულის დეპუტატი, რომელიც საუბრობს, რომ თითქოს ევროკავშირი კონკრეტულ პირებზე მორგებულ კანონებს ითხოვდეს, იმ ადამიანებსაც არ ესმით რა არის ევროკავშირის არსი და რა არის საერთოდ თანაბარი მოპყრობა ადამიანების მიმართ. ასე რომ ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა, ნახოთ არის სხვადასხვა მოდელები ან შესაძლებლობები. მთავარი არის რა წერია აქ, რომ რა განმარტება გააკეთა ევროკავშირმა
რომ თავარი არის რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს იმდენად ძლიერი, არ იყოს მოწყვლადი ნებისმიერი შეძლებული ადამიანის მხრიდან, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური თუ სხვა შესაძლებლობები, აი ამ გავლენებისგან რომ იყოს თავისუფალი პოლიტიკა, თავისუფალი იყოს მედია, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროები, ეკონომიკა, ამაზე არის საუბარი. ჭარბი გავლენებისგან დაცვის მექანიზმების შექმნაზე. აი ეს არის საერთო ჯამში. ბატოშალვა, ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი არ იყო ერთადერთი, რომელიც გუშინ ჟღერდა და ისმოდა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მიხეილ სააკაშვილზეც იყო იქ საუბარი და სხვათა შორის მის კონტექსტშიც ქართული ოცნება გახდა კრიტიკის ობიექტი. ამ შემთხვევაშიც მოდით მხოლოდ ორი ევროპარლამენტარის განცხადებიდან წავიკითხავ მოკლე ამონარიც, ანა ფოტიკა. რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესება, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, რომ იგი გათავისუფლდეს და მაიკ გალერი, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს. აპირებთ თუ არა ამ პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც უკვე პრინციპში დაიძრა და მიმდინარეობს, დასვათ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში გადაყვანის საკითხი და მართლაც აი ხომ არ დასრულდება მიშაზე საუბარი საქართველოში, აი ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე თუ მივართ. რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ნებისმიერ ჯავრდობულს და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. აი ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. რაც შეეხება საკითხს მიეწოდება თუ არა სათანადო სამედიცინო მომსახურება, ყველა შევახსენებ რომ ამ საკითხით დაკავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. როგორც გახსოვთ, მან ის დააკვირდა, მოიძია თუ რა სერვისები მიეწოდება და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამ საფუძველზე უარი უთხრა იმ საჩუქრს, რომელიც შეტანილი იყო მისი ადვოკატების მხრიდან. ანუ სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ შეამოწმა ეს საკითხი. გარდა ამისა, საქართველოშიც რამდენიმე კონსილიუმი ჩატარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები იყვნენ, სხვაებიც იყვნენ შესულები. საერთო ჯამში ხა ჩვეულებრივ ადამიანისთვის გასაგებ ენაზე დასკვნა, რაც ჩვენ გვესმის, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება საჯარო აღსრულების სისტემის მდგომარეობას, ანუ ის, რომ მას შეზღუდული აქვს თავისუფლება, რის გამოც მისი დეპრესიიდან გამომდინარე აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს. და სამწუხაროდ, სწორედ ეს განცხადებები, მათ შიდა თუ გარე მეგობრებისა, რომელიც მას აგულიანებენ და იმედს აძლევენ, რომ მოხდება მისი დახსნა საჯარო აღსრულების დაწესებულებიდან, სწორედ აი ამ შეგულიანების გამო არის, რომ ის თავის მხრივ უკვე ესე შეიმედებული ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, რომ 6 წელი მან უნდა მოიხადოს საჯელი და აქედან გამომდინარე ხის შემცირება საქართველოში გამორიცხული იქამდე ამ განცხადებები აი ამ სიტუაციაში ვართ, ანუ მიხეილ ერთი რისი თქმა მინდა რომ საპატიმროში და განცხადებები მუდმივად იმის თაობაზე, რომ საჭიროებს ის უცხოეთში მკურნალობას და სხვა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით გადაყვანას. აი რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად საჭირო სააკაშვილის გაშვებასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს მოხდეს იმ შემთხვევაში თუ კი თქვათ ღიად იტყვის, რომ მზად არის საქართველოსთან წასulis შემთხვევაში საერთოდ ქართული პოლიტიკიდანაც წავიდეს და ის უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ მის თავს მხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში ხედავს. იცით რა, ზოგადად და ეს გვესმის სამწუხაროდ ზოგიერთის მხრიდან, ზოგადად ამ მსჯელობაში შესვლაც კი რომ ეს კარგი იქნებოდა დეპოლარიზაციის, ეს ამისთვის კარგი თუ იმისთვის კარგი იქნებოდა, ამ მსჯელობაში შესვლაც კი გულისხმობს ერთ რამეს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიაში მსჯელობენ, ისინი დანაშაულს და ამ დანაშაულის გამო სასჯელის მოხდას უყურებენ არა როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპს, არამედ უყურებენ როგორც პიარის ნაწილს. ანუ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ან არ ყოფნის საკითხი განიხილება პიარის განზომილებაში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი სანდრო გირგვლიანის და მისი ოჯახის წინაშე, რომლის კვლელების ხელის დაფარების გამო ის ზის დღეს ციხეში და იხდის სასჯელს. მიუღებელი არის ვალერი გელაშვილის წინაშე, რომლის ცემის ორგანიზების გამოც ის ზის დღეს ციხეში და იხდის სასჯელს. და ასევე მიმდინარეობს საქმეები, რომლებიც არანაკლები ძიმე არის, რომელიც მას შეერაცხება და სასამართლო მიმდინარეობს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამის დაყვანა პიარის დონემდე, რომ თითქოს ეს ახლა რა რეაქციას გამოიწვევს, უბრალოდ ეს არის ერთი სხვა შეურაცხყოფა ქართული მართლმსაჯულების, შეურაცხყოფა სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა არის ზოგადად სამართლიანობის
და კანონის უზენაესობის იდეის შეურაცხყოფა. რაც შეეხება და კიდევ ერთხელ, აი ეს ადამიანები, შიდა თუ გარე მეგობრები სააკაშვილის, რომელიც დღეს საუბრობენ მის გათავისუფლებაზე, სინამდვილეში ეს ადამიანები აუარესებენ მის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აგულიანებენ, რომ ის არ უნდა შეეგუოს იმას, რომ მოუწევს ციხეში ჯდომა და ამით შეგულიანებული სააკაშვილი სწორედაც რომ ნაცვლად იმისა რომ იფიქროს როგორ გაატაროს შემდეგი წლები ციხეში და როგორ შეიძლება მან იფიქროს თუნდაც იმ დანაშაულებს რომელიც მან ჩაიდინა ან იფიქროს საკუთარი პიროვნების სხვანაირ განვითარებაზე ნაცვლად ამისა იმით რომ არ ეგუება ამ ციხის მდგომარეობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის შემდეგ შესაბამისი ამიტომ ვისც კი არის გულშემატკივარი მიხეილ სააკაშვილს დღეს იმით უნდა იყოს დაკავებული რომ მას პირიქით ის შეაგულიანოს იმაში რომ შეეგუოს ის 6 წელი რომელიც მას აქვს მისჯილი მოიხადოს ისევე როგორც მოიხადეს სხვა მათ შორის მისი თავრობის წევრებმაც მოიხადეს ვნახეთ ხო ანუ მერაბიშვილი რომელიც ბოლომდე მოიხადა თავისი სასჯელი და გამოსული არის დღეს არის თავისუფლება. ბატოშალვა, იმ კამპანიაზეც მინდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენი გუნდის თუ გუნდა გასული წევრების მხრიდან მიმდინარეობს და რომელიც თქვენი ოპონენტების, არასამთავრობო სექტორის ექსპერტების მხრიდან ფასდება როგორც ანტიდასავლური კამპანია. ქართული ოცნებიდან 3 დეპუტატის გასვლის კვალდაკვალ ჩვენ ნახეთ, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც გადადგნენ. მიზეზად ამ შემთხვევაში ერთი და იგივე სახელდება ისაუბრონ მეტი და რაც ამ პროცესს ახას ესე ვთქვათ ახლავს თან არის საქართველოს ევროკავშირის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მიმართ გამძაფრებული კრიტიკა და მეტიც აი კრიტიკის ისეთ მასშტაბს ხედავთ რომ რა ვიცი შეიძლება ითქვას ქართული ოცნების თუ ოცნებიდან გასული წევრების რაღაცა რიტორიკამ რუსულ ალტიმფოს და პატრიოტთა ალიანსსაც კი გადაუსწრო და გადაუჯოკრა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე როგორ უყურებთ ამ ამბავს ეს მინდა გკითხოთ მარტივ შეკითხვას დაგისვავთ და უშუალოდ თქვენი აზრით რა არის ამ კამპანიის მიზანი უპირველეს ყოვლისა ჩემი დაკვირვება რომ თქვენც ხართ მსხვერპლი იმ პროპაგანდისტული ხერხისა რომელსაც ქვია ადამიანის სტიგმატიზება და კლიშეების მიკერება რაც არის რა შემეშალა აი ანტიდასავლურობა რომელიც შემდეგ გადავიდა პრორუსულობაში და შემდეგ აჯობეს ეს არის თქვენი ოპონენტების არასამთავრობო სექტორის და მათ შორის ექსპერტების შეფასება თუმცა რეალურად მეც ანალოგიური შთაბეჭდება რჩება არ დაგიმალავთ და ამასაც გეტყვი აი მithumetes საქმე რაშია იცით ეს არის ჩვეულებრივი სხვა შორის რუსულ პროპაგანდაში ნაცადი ხერხი ადამიანის კლიშეს მიკერება, სტიგმატიზება იმისთვის რომ მოიცილო თავიდან მსჯელობის საჭიროება. ანუ ნაცვლად იმისა, რომ შეხვიდე პოლემიკაში, მსჯელობაში ადამიანთან, უბრალოდ მიაკერო კლიშე, უთხრა შენ ხარ ანტიდასავლური, პრორუსული, 90-იან წლების სხვა რამე კი არ ხდებოდა ჩვენთან, იყო ეს აგენტად გამოაცხადნენ შემდეგ ასე შემდეგ, კლიშეს მიკერება და შემდეგ უკვე საჭიროებაც აღარ არის, რომ ისაუბრო და შეხვიდე პოლემიკაში ადამიანთან. ხო, ეს არის უმარტივესი და ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროპაგანდისტული ხერხი, ვიღაცა შლის ან იწყებს მსჯელობას და ნაცვლად იმის არის ამ მსჯელობაზე, ამ კითხვებზე და ასე შემდეგ პასუხი გასციან შეხვიდე პოლემიკაში, ნაცვლად ამისა აწებებ კლიშეს და ამბობ რომ არც გელაპარაკები და ღირსიც ახარო დაგელაპარაკო. აი ამის მომსწრე ვარ ჩვენ და სწორედ მე ამ კუთხით ხმაურობ მხოლოდ ამ საკითხს მე შინაარსში ჩვენი კოლეგების განცხადებისა არ შევდივარ არ განვიხილავ განზრახაც არ განვიხილავ ვინაიდან კიდევ ერთხელ მათ თავისი მიზეზი გასვლისა დაასახელეს რომ სურთ რაღაც საკითხებს რომელიც შიგნით რაზეც იყოს ინფორმაცია თუ საუბრები სურთ საუბარი მე რომ კომენტარი გავაკეთო რაღაცა ან უნდა დავადასტურო ან უნდა უარყო ან ასე შემდეგ ვინაიდან არ მინდა რომ განცხადებების სულის ხო და აი ამიტომ მე შინაარსში საერთოდ არ შევდივარ და აი თქვენ თქვით რომ ეს არ არის ანტიდასავლური ამ შემთხვევაში მართლა მეორე კითხვა ჩდება ელჩის კრიტიკა ნიშნავს თუ არა შეერთებული შტატების კრიტიკას იმიტომ რომ ის სწორედ ამ სახელმწიფოს წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ხო და ხა თუ შეერთებული შტატების კრიტიკას ნიშნავს ელჩის კრიტიკა ხა შეერთებული შტატები ჩვენთვის ის სტრატეგიული პარტნიორია ვისგანაც საქართველოს დახმარების ყველაზე მეტ ხელს ელოდება ხო მე ზოგადად კიდევ ერთხელ შინაარსში არ შევდივარ მე ერთადერთი რაც მინდა რომ რაცაც ვხედავ ეს არის რომ ადამიანების კლიშეს მიკერების სტიგმატიზების გარიყვის დაბულინგების ჩვეულებრივი მეთოდი რასაც უბრალოდ ვხედავთ ეს არის ქართული პოლიტიკის სენი და მათ შორის ხერხი ერთ-ერთი რომ ნაცვლად იმისა რომ იყოს მსჯელობა ამის ნაცვლად ხდება
ადამიანისთვის კლიშეს მიყერება, სტიგმატიზება, გარიყვა და თითქოს აღარც არის საჭირო მასთან ალბათ. ეს არის სოციალურ ქსელში გავრცელებული მეთოდი, რასაც ქვია დაბლოკვა ადამიანს. ნაცვლად იმისა, რომ შეხვიდე პოლემიკაში ბლოკავ ადამიანს და ვიცით, ხვდებით ყველა რომ ეს არ არის მეთოდი, რომელიც არის დემოკრატიული მეთოდი. ვისაც სურს, ვისაც აქვს კითხვები თუ პასუხები, ყველა უნდა შევიდეს კონსტრუქციულ დისკუსიაში, დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს და არა ადამიანის კლიშირებას, დაბლოკვას და ამით თითქოს მოცილებას თავიდან რაღაც თემის. თემას, როდესაც ადამიანი წამოწევს, ეს თემა არის, მას ამ პასუხის გაცემა ჭირდება, უარყოფა ჭირდება, საპასუხო კითხვის დასმა შეიძლება და ასე შემდეგ და არა ადამიანის სტიგმატიზება. ეს არის დემოკრატიული დისკუსიისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი მეთოდი. ხო, მაგრამ მაინც ჩდება კითხვა, თუ კი თქვათ ფიქრობთ, რომ თქვენი ყოფილი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადებები ანტიდასავლურია, კი ბატონო, მაგრამ გარკვეული ტიპის უნდობლობას მაინც ხوار თესავს ამ ტიპის რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართით, აი ჩვენს ქართულ საზოგადოებაში. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია საინტერესო, აი უშუალოდ თქვენი აზრით რატომ კეთდება ეს? ანუ ამას თავისი მიზანი და მიზეზი უნდა გქონდეს, ხო? თავად განაცხადეს ამ ადამიანებმა რატომაც გავიდნენ გუნდიდან, ის რომ მათ სურთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით უფრო ღია დისკუსიის მონაწილენი იყვნენ, ვინაიდან ეს მოთხოვნილება დაინახეს მათ საზოგადოებაში, როგორც თავად ამბობენ და ეს მოთხოვნილება აქვს მათ. ამიტომ საქმე რაშია, იცით, ახლა ღია საზოგადოებაზე რომ საუბრობთ, ხომ? და ღია დისკუსია. ღია საზოგადოება ხო ამას გულისხმობს, რომ ტაბუირებული თემები არ არსებობს. ადამიანები საუბრობენ და ნაცვლად იმისა, რომ ამოხდეს კიდევ ერთხელ ადამიანის სტიგმატიზება, ღია საზოგადოება, რომლისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ხომ? ჩვენ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც ყავს, რომელიც ასე ქვია, ღია საზოგადოება. ღია საზოგადოება სწორედ ამას გულისხმობს, არავინ არ უნდა შეუშინდეს დისკუსიას და კითხვებს. აი რა შედეგები შეიძლება გქონდეს აი ამ პროცესს შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაში? რა შედეგი უნდა გქონდეს? ახლა საუბარი არის 3 დეპუტატზე, რომელიც ინდივიდუალურად მოქმედებს და რომელიც რაღაც გარკვეული თემებთან დაკავშირებით აქვს კითხვები თუ აქვს სურვილი რომ ისაუბრონ. აქ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა საერთოდ აფრიშულაში არის. კარგი. ბატოშალვა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ არჩევნს უერთდება და უჭერს ხარს. ამ საკითხზეც მინდა გკითხოთ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ 40 ქვეყნის ჩამონათვალში არ არის საქართველო და ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე ჩვენი ხელისუფლება აქცენტირებულად უსვამდა ხაზს იმას და თავსაც იწონებდა, შეიძლება ასე ითქვას, რომ საერთაშორისო ფლანგზე ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით ხარს უკრაინას. პირველი კითხვა, რაც ამ შემთხვევაში ჩდება, არის შემდეგი: თუ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში არის საქართველოს უკრაინის მხარდამჭერი, რატომ არ კეთდება იგივე ჰააგაში მდებარე მეორე ამ შემთხვევაში გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში? საგარეო სამინისტრომ ახსნა ეს საკითხი და ვფიქრობ, ამით არის ყველაფერი გარკვეული. საქართველოს თავად აქვს დავები რუსეთის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში და მათ შორის ამ სასამართლოში ამ საერთაშორისო დაკავშირებით მხარდაჭერილი აქვს მათ შორის უკრაინის პოზიცია. ხოლო დღეს სადაც იყო საუბარი, ეს გახლდათ მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით მზაობის გამოხატვა, მესამე პირად პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, რასთანაც დაკავშირებითაც საგარეო სამინისტრომ განაცხადა კიდევაც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ თავად საქართველოს აწარმოებს როგორც მოსარჩელე დავებს რუსეთის ფედერაციასთან ამ სასამართლოში და სხვა სასამართლოებშიც, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამეჯველი, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, რომ ეს მომენტი დღეს შეამჩნიეს ოპონენტებმა, ანუ აღმოჩნდა, რომ კარგია, ხო, საქართველოს საერთაშორისო პლატფორმებზე ასე აქტიურად უჭერს უკრაინას. აქამდე ჩვენ როცა ვამბობდით, რომ გაეროს რეზოლუციის თანაავტორები ვართ, ვამბობდით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის თანაავტორები ვართ, სხვა რეზოლუციებს ვასახელებთ. მაშინ ხომ გახსოვთ მათი პასუხი რა იყო? ეს არაფერი არ არის, ეს მხოლოდ სიტყვებია. იქ რამდენიმე ქვეყანაში შეზავებულად როცა ვართ, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეხლა აღმოჩნდა, რომ 40 ქვეყანაშიც რომ ყოფილიყავით, კარგი იქნებოდა. ეს აჩვენებს, როგორ არათანმიმდევრული არიან ჩვენი ოპონენტები. ის რაზე ჩვენ საუბრობდით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო ხარდაჭერას უცხადებთ ჩვენ უკრაინას ყველა პლატფორმაზე და ვართ თანაავტორები სხვადასხვა რეზოლუციის თუ საჩივრებისა, მაშინ ამ საკითხს, ასე ვთქვათ, უყურებდეთ ზედაპირველად, თითქოს ეს არაფერს არ ნიშნავს. დღეს რატომაც აღმოჩნდა, თურმე ეს არის მთავარი
ასპექტი. ხო და კიდევ ერთხელ განმარტება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხოსპატშორის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების არ სჯერა ძალიან ბევრ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყოველ შემთხვევაში და ისინი ფიქრობენ რომ რაღაც ხდება უშუალოდ ქართული ოცნების პოლიტიკაში. რადგან ასეთი ეჭვები ჩნდება, მე დაგისვავთ მოდით ამ კითხვას, ხომ არ უკავშირდება მართლაც რაღაც ქართული საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაში ცვლილებას ეს გადაწყვეტილება და ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ თქვათ იზიარებთ იგივე დიმიტრი ხუნდაძის პოზიციას, რომელიც ახლახან გავიდა ქართული ოცნების გუნდიდან და რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინაში ახლა დასავლეთი მარცხდება. აი ესეც ხომ აი მარტივი საკითხია, ხო? ეს ხო ის თემა იყო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაზე აქტიურად, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ასე აქტიურად საქართველოს ხელისუფლება და საქართველო უჭერს მხარს. ეს ხო ჩვენი თემა იყო, ჩვენ საუბრობდით და ჩვენი ოპონენტები ამოდიან, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს ცარიელი სიტყვები, ეს რეზოლუციები, ეს საჩივრები, ეს მიმართვები, ეს არაფერი არ არის. სინამდვილეში ჩვენ უნდა მოხალისეები გაგვეგზავნა უკრაინაში და ამით ყოფილიყავით დაკავებული და ახლა ამბობენ, რომ კი ბატონო მოხალისეები თვითონ არ ყოფილა აუცილებელი და ეხლა საუბრობენ თითქოს ეს არის გადამწყვეტი. სინამდვილეში ყველაფერი არის მარტივად. ხო იქნება რეზოლუციები ამის იქითაც კიდე შემდეგ, ხო იქნება სხვადასხვა პლატფორმები, სადაც საქართველოს კვლავ მხარს დაუჭერს უკრაინას. აი მე რაღაც იტყვიან, ხო? ამიტომ ეს არის უბრალოდ სამწუხარო რა არის იცით, აი ამ პროცესში ყოფილიყო საქართველოს იმ 40 ქვეყანასთან ერთად მხარდამჭერ სახელმწიფოთა შორის ჩამონათვალში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დგება და სულ სხვა საქმეა, როცა დავა ჰააგის ვარცხაჯულების სასამართლოში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სპეციალისტების განმარტებით რუსეთს როგორც სახელმწიფოს უწევს პასუხი აგოს იმ ყველაფრისთვის, რაც თქვათ უკვე დაუშავა უკრაინას და რასაც ყოველდღიურად ჩადის უკრაინის და უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. შესაბამისად, ნიშნავს თუ არა ეს იმას საქართველოს არ ყოფნა ამ ქვეყნების გვერდით, რომ საქართველო არ უჭერს მხარს რუსეთის როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებისთვის, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ კონკრეტულად საერთაშორისო სამართლის ეს სპეციალისტები არიან იმდენად მიკერძოებულები, რომ მზად არიან საკუთარ ქვეყანას დააბრალონ რაღაცები. აი წარმოიდგინეთ, პირიქით რო ყოფილიყო, ხომ? ანუ საქართველოს მხარი დაეჭირა იმ სასამართლოში, სადაც რუსეთი როგორც სახელმწიფო იქნებოდა, თქვათ, ობიექტი და არ დაეჭირა, სადაც ინდივიდები იქნებოდნენ, იქ რა სიტყობენ თქვენი აზრით? რომ შეეშინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ინდივიდები არ დასახელდეს როგორც დამნაშავეები და მის წინააღმდეგ არ წავიდნენ. ხო, ეს ხო აი ისეთი манипуляცია, რომელიც ხელის გულზე დევს. კიდევ ერთხელ ამ კონკრეტულ სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში საჩივართან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერა გამოცხადებული აქვს უკვე. აქვს გამოცხადებული. ეხლა საუბარი იყო შემდეგ ეტაპზე ან სხვა ფორმაზე, რაც გულისხმობს რომელი ქვეყნები იყვნენ მზად რომ ჩაერთონ როგორც მხარე, მესამე მხარე თავად პროცესში. რაც გულისხმობს რომ არის ჩვეულებრივი პროცესის მონაწილე საკუთარი ვალდებულებებით, რომელიც ის გააჩნია პროცესის წარმოებისთვის და ასე შემდეგ. ახსნა ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ სარჩელისთვის მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოს სხვა საჩელების თანაავტორიც კი არის საქართველოს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ აი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ესე იგი ის თემა რაზე ჩვენ საუბრობდით ხო მთელი ეს თვეები ჩვენ ხო ამას საუბრობდით რომ საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერთ ყველაფერს და ამას უყურებდნენ საერთოდ და თითქოს ეს არაფერი არ არის და რა მნიშვნელობა აქვს ფარატინა ქაღალდებია ეს რეზოლუციები ახლა უცებ რომ მოვაქვთ ეს პირველ თემად ხო უნდა დაფიქრდეს კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე, რომ აქ რაღაცა ფლატ სწორედ არ არის. ხო, უბრალოდ манипуляცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შტურმი განახორციელონ და თავი პრობლემა რაშია, იცი? ამ შემთხვევაში შეტევა არის თითქოს ფიქრობენ ისინი უტევენ საქართველოს ხელისუფლებას და სინამდვილეში ისინი აზიანებენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს. მინდა რა თქმა უნდა, ესეთი თემები რომ წამოიწევოთ, დღევანდელი საინფორმაციო სივრცე ისეა და თქვენს ატყობთ ახლა Twitter-ში ისე უცებ დაწერენ რაღაცას და მივა ვიღაც უცხოელი პარტნიორის ყურამდე. შემდეგ რა თქმა უნდა მე მოდის ეს კითხვები, რომ კი მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში რა იყო და ასე შემდეგ აზიანებენ სახელმწიფოს. აი ეს არის თავარი პრობლემა ჩვენი პოლიტიკის, რომ თითქოს გონიათ რომ საქართველოს ხელისუფლება ყავთ
ამოღებული მიზანში, რაც თავისთავად პრობლემაა, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება ყავს მიზანში ამოღებული და მეორე რომ ამით აზიანებენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ აზიანებენ საქართველოს და მის რეპუტაციას. აი ეს არის მთელი პრობლემა. შევაჯამოთ ეს თემა სწორედ საქართველოს ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ ბრალდებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც უკვე კარგა ხანია ისმის, საუბარია იმაზე, რომ დღეს საფრთხე ემუქრება საქართველოს საგარეო ვექტორს და სწორედ ეს საკითხი წყდება ჩვენი საგარეო ორიენტირის საკითხი საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით. შეგიძლიათ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვარწმუნოთ და არწმუნოთ საზოგადოება, რომ რუსეთისკენ არ მივდივართ და მივდივართ კვლავ დასავლეთისკენ. არა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამაში ისედაც დარწმუნებულია და სწორედ ამიტომაც იღებს იმ გადაწყვეტილებას ბოლო 9 არჩევნების განმავლობაში, რომელსაც იღებს. საზოგადოებას არაფერს დარწმუნება არ ჭირდება, კარგად იცის და ეს საფრთხე ოპონენტები რადგან საუბრობენ, ხომ? ეს საფრთხე ჩვენ გვესმის 2011 წლიდან, 2012-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში და ასე მოყოლებული 2022 წელი. თქვენ გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, რომელიმე კვირა, რომელიმე დღე, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს. აი ეს არის ერთადერთი რასაც ისინი ახერხებენ ამ 10 წლის განმავლობაში, თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე, იმით რომ გარკვეული კონსპირაციული თეორიები შემოაქვთ, თითქოს იქ არის რაღაც რუსეთის პროექტი, თლათ რუსეთია ხელისუფლებაში და ასე შემდეგ 10 წელი თან რა ვიცი, ან როგორ არიღლებიან ამდენი ტყუილით და ამდენი манипуляციით. ხომ კიდევ ერთადერთი რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ყოველწუთიერი დაუღალავი ნერვებზე თამაში ადამიანებს და საბოლოო ჯამში ეს იწვევს ფრუსტრაციას საზოგადოებაში, ეს იწვევს უიმედობას საზოგადოებაში, ეს არის მათი მიზანი, რომ გამოიწვიონ სწორედ ეს უიმედობა, ფრუსტრაცია, გაღიზიანება, საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ, უბრალოდ აი ეს არის მთავარი ამოცანა მათი, მაგრამ რასაც საბოლოო ჯამში საბედნიეროდ ვერ ახერხებენ. ყოველი არჩევნები ამის დასტურია, რომ ისინი იმდენად აცდენილი არიან ქართველი ხალხის ნებას და ნახეთ მათ შორის ამ ბოლო პროტესტის ტალღის აგორების ბრძოლაში. ხო, იმდენად აცდენილი არიან ქართველი ხალხის ნებას, რომ ყოველ ჯერზე უბრალოდ ზურგს აღწევს დემონსტრაციულად. აქციების ახალი ტალღა ყოველ შემთხვევაში აი ხო ეს დაანონსება არის ისევ ნერვებზე თამაში. ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში ეს არის ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის ქართულ ოპოზიციას. ბატოშალო, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საინტერესოა თქვენი პოზიციის მოსმენა, ჟურნალისტების საუბრის შესახებ ჩანაწერს უკავშირდება. არ ვიცი, ერთი რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ იმ ჩანაწერმა, რომელიც გია გაჩიჩელაძის გადაცემაში გავრცელდა და მეორე ხომ არ გამოჩნდა აი ამ ჩანაწერით, რომ საქართველოში უკანონო ფარული მოსმენის და თვალთვალის პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია, არ არის გადაჭრილი და მათ შორის უსმენენ ჟურნალისტებს. აი ამ ჩანაწერის ადრესატები, არა ფიგურანტები ითხოვენ გამოძიების დაწყებას. თქვენ როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რამდენად სამართლიანი მიგაჩნიათ მათი მოთხოვნა? რაც შეეხება ამ ჩანაწერს, მე სიმართლე გითხრათ, ვერც შინაარსი, ვერც ფორმა ვერ მივხვდი რა იყო საერთოდ. ზუსტად ეს არის საინტერესო. ხო, არც ამ შინაარსი იყო შეგდიდი, არც ფორმით ვერ მივხვდი. უკანონო მოსმენა. ბატონო? აი, სწორედ ეს არის საინტერესო, რა შეიძლება გაეგო საზოგადოებას ამ ჩანაწერით, გარდა იმისა, რომ შესაძლოა უკანონო მიყურადებას ხო, ეს არ ვიცი, ეს ეჭვები შეიძლება არსებობდეს და ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, პროკურატურა ამ შემთხვევაში, რომელმაც იმის და მიხედვით ამდენად სანდო ჩათვლის ამ მონაცემებს დაიწყებს შესაბამის პროცედურებს. მე უბრალოდ ის მითქმა მინდა, მე ვერც შინაარსიდან, ვერც ფორმიდან საბოლოო ჯამში ვერანი დასკვნა, ან რაიმე ვერ გამოვიტანა. გამოძიების დაწყების ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია პარლამენტის არ არის ეს ჩვენი კომპეტენცია, მისი კომპეტენციაც არის მავნე განსაზღვროს რამდენად არის საფუძველი გამოძიებისთვის. მადლობა ძალიან დიდი იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა თავისუფალი სტუდიის კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კი შიდა პოლიტიკურ